104 გვერდიანი დასკვნა, რომელზეც ეგრეთ წოდებული ფასების კომისია თვეების განმავლობაში მუშაობდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღარ გავა და არც მთავრობას გადაეგზავნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. არადა მანამდე კომისიის ხელმძღვანელი შოთა ბერეკაშვილი აცხადებდა, რომ ანგარიში ჯერ ბიუროს, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე უნდა განხილულიყო. რის შემდეგაც რეკომენდაციები დეტალური დამუშავებისთვის მთავრობას გადაეცემოდა. ახლა კი როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, დოკუმენტი ისედაც საჯაროა და დამატებით გაგზავნის საჭიროება აღარ არის. თუმცა რჩება კითხვები, თუ პარლამენტის მიერ მომზადებული დასკვნა არც მტკიცდება და არც აღმასრულებელ ხელისუფლებას ეგზავნება რეალურად რა შედეგი მოიტანა კომისიის მუშაობა. პირველ რაც შეეხება ანგარიში გადაეცა ბიუროს და წინა ერთ-ერთ ბიურომ ეს ცნობად მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამოტანა არ არის დაგეგმილი. თავად პროცესი საჯარო იყო. მე მგონი ჩართული იყო მთელი ქვეყანა და მედიის ჩათვლით და მოსახლეობის ჩათვლით და საპარლამენტო ოპოზიციის ჩათვლით, ასე რომ ყველა ასე ვთქვათ მიგნება და ყველა დასკვნა საჯარო და განხილულია. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე ამტკიცებს, რომ მსხვილმა სუპერმარკეტებმა გამოყოს პროდუქტების სია, რომელიც მუდამ დაბალ ფასში იქნება. ყველა დიდმა ქსელმა და რაც არის საერთო ჯამში პროდუქტების ვაჭრობის უმეტესი ნაწილი თქვა, რომ გამოყვეს სია კონკრეტული პროდუქტებისა, რომელიც იქნება მუდმივად დაბალ ფასებში. სოციალური კალათების ინიციატივა ხელისუფლებამ და მსხვილმა სავაჭრო ქსელებმა იმის შემდეგ წამოიწყეს, როდესაც სურათზე ფასების ზრდა ქვეყანაში მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დასახელდა. შესაბამისად, ქსელურ მარკეტებში უკვე გამოჩნდა სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები, სადაც პირველადი მოხმარების პროდუქტები შედარებით დაბალ ფასად გაიყიდება. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს უფრო დროებითი სოციალური ეფექტის შექმნა, ვიდრე რეალური ანტიკრიზისული პოლიტიკა. თვლიან, რომ მსგავსი აქტივობები გრძელვადიან შედეგს არ იძლევა. სოციალური კალათის შექმნის ინიციატივა მათთვის მოქალაქეებისთვის თვალის ახოვის ცდელობას უფრო გავს. ეს კალათა რაც დაანონსეს, ეს არის ღარიბების დახლი. მოქალაქეების კიდევ ერთხელ სოციალურად დაყოფა და თქვა ეს რომ ხორცს ჩვენ შევჭამთ, ციციბურა თქვენ ჭამეთ, იმიტომ რომ ხორცი კი გავაძვირეთ 37 ლარამდე, მაგრამ ციციბურა გავაიაფეთ 5 თეთრით. ამიტომ რაც გავაიაფეთ, მოდი ეს ჭამეთ. გაგახსენეთ ქალბატონი წილოსანის გამონათქვამს კომისიაზე, სადაც მან ღარიბებს მიუთითა, რომ არის დახლები, სადაც ვადაგასული პროდუქცია რეალიზდება და მიბრძანეთ და იყიდათ ეს ვადაგასული პროდუქცია. აი ეს ხალხი საერთოდ რისი გამკეთებელია? ეს ინიციატივა ჩემი აზრით იქნება რაღაც შედარებით ალბათ მოკლევადიანი. ახლა მაღაზიებში ისედაც არის ყოველთვის რაღაცა ტიპის ფასდაკლებები. ეს ამ ვაჭრობის დამახასიათებელია, ეს მსოფლიოში ასეა. გარკვეულ საქონელზე შეიძლება ზოგჯერ ეს ხარისხს უკავშირდებოდა, ზოგჯერ არა, რაღაცა ჩამოფასება ან ჭარბი რაოდენობით აქვს. ახლა მე ამის განმარტებას არ დავიწყებ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის რაღაცა გადარჩენა, ასე ვთქვათ, ამ საქმის და ის რომ ფასები აღარ გაიზრდება, არა. სოციალური კალათის ინიციატივაზე მოსახლეობის ნაწილს ინფორმაციას საერთოდ არ აქვს. ნაწილი კი სკეპტიკურად უყურებს. ჩვენს მიერ გამოკითხული მოქალაქეების უმეტესობა ამბობს, რომ ყოველდღიურ პროდუქტებზე ფასების ზრდას უკვე წლებია მძიმედ გრძნობს და არ ფიქრობს, რომ სოციალური კალათა ან კომისიის მუშაობა მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეცვლის. არავით არის შეღავათი არ არის, პირიქით მომატებულია ფასები და თან 2 და 3 ალბათ. ვაგე რამდენიმე დღის წინ ბულგარული წაკა კილო 17 ლარი ღირდა ბაზარში. რა ფასების დაკლებაზე მელაპარაკებიან, რა ვიცი. ვერაფერს ვერ ვგრძნობ. ძალიან მცირედი ვიგრძენი, ძალიან მცირედი. სულ რო გითხრათ დიდი შეღავათი არა, აი ზღვაში წვეთი მართლა, მეტი ვერაფერს ვერ კეთყვით. ზღვაში წვეთი ვიგრძენი მართლა. სულ ყველაფერი მომარტებული, წამალზე მომარტებულია, საჭმელზე მომარტებულია, რა უნდა იქნას, რითი უნდა იარსებოს ადამიანმა. იძულებულია რომ ნაგვით ბუნკერში ქექებენ ისე ჭამენ. კომისია რომ მორჩა, არც ვიცოდი. ფასები მე ვერ გაძვირდა. კიდე ყველაფერი გაძვირდა. მაღაზიაზე ბევრი აღარაფერია დამოკიდებული. არა, მე მგონია რომ პირიქით ტენდენცია ისეთია რომ დროთა დრო კიდე უფრო გაძვირდება ყველაფერი. ფასების კომისიის რამდენიმე თვიანი მუშაობის მიუხედავად 104 გვერდიანი დასკვნა პარლამენტის სესიამდე ვერ მივიდა. არც მთავრობას გადაეგზავნება. პარალელურად კი ქსელურ მარკეტებში მუდმივად დაბალი ფასების კამპანია იწყება. რამდენად რეალურ შედეგს მოიტანს ინიციატივა და შეუმსუბუქდება თუ არა მოსახლეობას ყოველდღიური ხარჯები, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. თუმცა დღეს მოქალაქეების მთავარი საჭიროება არა დროებითი აქციები, არამედ ცხოვრების